შემდეგი ძალიან საინტერესო და უცნაური ამბავია ვოსტოკის ტბა. ეს ტბა არის ანტარქტიდაზე. და ამ ტბას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ადამიანებისთვის. ოფიციალური ინფორმაციით ამ ტბაში არის მტკნარი წყალი, რომელიც 15-20 მილიონი წელია იზოლირებულია. დროში გაყინული კაფსულაა, რომელშიც შეიძლება სიცოცხლის ინდივიდუალური ხაზი იყოს. თან იქ მზე არ აღწევს, რადგან ზემოდან 4 კილომეტრის სისქის ყინული ადევს, თუმცა ქვემოთ ჩვეულებრივი წყალია. ეს ყველაფერი უნიკალურ ეკოსისტემას ქმნის სიბნელეში. იქ თუ არის სიცოცხლე, ეს ნიშნავს, რომ იუპიტერის მთვარეზე შეიძლება იყოს სიცოცხლე. ევროპა ქვია იუპიტერის მთვარეს და ეგეც ეგეთია, როგორც ვოსტოკის ტბა. ეგეთია მთელი პლანეტა. პლანეტა არ არის თვალთ ოფიციალურად პლანეტა არ ქვია, ციურული სხეულია. მთვარეა, მაგრამ ამ მთვარეზე არის მთლიანად თხევადი წყალი და ამ თხევად წყალს გარედან აქვს ყინული. და თუ სხვა პლანეტებზეც უნდა მოუძებნოთ სიცოცხლე, იუპიტერის მთვარე ევროპა ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება, სადაც შეიძლება იყოს სიცოცხლე. თან მთვარე კი არა, მაგრამ პატარაც არ არის. დედამიწაზე სულ რაღაც 4-ჯერ პატარა. იუპიტერია თვითონ გიგანტური და მთვარეც უზარმაზარი აქვს. მაგალითად, იუპიტერი დედამიწაზე არის 1300-ჯერ დიდი. პროსტორად 1300 დედამიწა ჩაეტევა იუპიტერში. მაინდ ბლოუს. მზის სისტემის ყველა პლანეტა რომ შეაწებო ერთმანეთს, იუპიტერი მაინც უფრო დიდი იქნება. სხვათა შორის, სატურნის მთვარე ენცელადუსი, როგორც იუპიტერის ევროპა, გარედან ყინულია და შიგნიდან წყალი. კარგი, დაუბრუნდეთ ჩვენს ვოსტოკის ტბას. და რომ დაუბრუნდებით, მივხვდებით რატომ ვილაპარაკე ესენი. ეს ტბა არის 250 კილომეტრის სიგრძის, 50 კილომეტრის სიგანის. სიღრმე აქვს დაახლოებით 500-დან 800 მეტრამდე. თავი აქვს მოყინული და ტბის თავზე ტემპერატურა დაახლოებით -60 გრადუსია. თუ იკითხავთ -60 გრადუსში წყალი რატომ არ იყინებაო, კარგი კითხვა იქნება. ტბის თავი მართლა არის მოყინული. მოყინული ძალიან ლაისინა თქვამია, 4 კილომეტრის სისქის ყინულია. თუმცა დედამიწიდან ამომავალი სითბოს გამო, წყალი არის სიღრმეში თხევადი და ჩვეულებრივი ტბა, რომელსაც ამ სისქე 4 კილომეტრის სისქის ყინული ადევს. და როგორც მეცნიერები ამბობენ, 15-20 მილიონი საუკუნის წინანდელი წყალია იქ. 1970-იანი წლებიდან იყო ამაზე ვარაუდები. 1990-იან წლებში უკვე დადასტურდა. 1996 წელს პირველად გამოაქვეყნეს სამეცნიერო სტატია ამაზე. რუს მეცნიერებს ჰქონდათ ამ ტბის თავზე ბაზა, დაახლოებით 20 წელი. ხვედდნენ ამ 4 კილომეტრიან ყინულს, ტბამდე 120 მეტრი რომ დააკლდათ, გაჩერდნენ, წყლის დაბინძურება რომ არ მომხდარიყო. რადგან იქაურობა ძალიან უნიკალურია და ესე ბურღის ჩაშვება არ შეიძლებოდა. ამოიღეს ნიმუშები და მიკროორგანიზმების კოლონიები იპოვეს. საბოლოოდ ეს მათი კვლევები 2012 წლამდე გაგრძელდა. ნელა მიიწევდნენ კიდე და თითქმის ტბის ზედაპირამდე მივიდნენ. ამ რუსების ბაზას, რომელიც იქ იყო, ერქვა ვოსტოკი. ყველაზე ცივ კვლევით სადგურად ითვლებოდა საერთოდ რაც კი ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ადამიანის მიერ გაზომილი ტემპერატურაც -99.2 გრადუსით იქ დაფიქსირდა. ზღვის დონიდან იყო 3488 მეტრზე და ზამთარში თვეები გადიოდა ისე, როცა ცუღამე იყო. ამ სადგურის გამო ეწოდა ტბასაც ვოსტოკი. ტბა, მაგრამ ვოსტოკი იყო სადგური. საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა იქ. მათ იპოვნეს ბაქტერიები, რომლებიც ენერგიას ტბაში არსებული მინერალებისგან იღებდნენ.